ვიმყოფებით ქალაღალში, სადაც მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თავის დროზე დაიგეგმა და ხორციელდება მრავალწლიანი პროექტების ფარგლებში. ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან გახლავთ საოკუპაციო გამყოფს მიღმა არსებული დასახლებები და შესაბამისად ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და მქონდეთ მათ კარგი გადაადგილების საშუალება. გზა უმთავრესი პრობლემა არის წალენჯიხაში მოიხსენებათ და ჩვენ გვინდა რომ ეტაპობრივად ყველა ეს პრობლემა მოვაგვაროთ და ვცდილობთ რომ გარკვეულწილად დავაბალანსოთ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ბიუჯეტი, რათა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯვარში, წალენჯიხაში მათ შორის თანაბრად მოხდეს აი ამ პროექტების გადანაწილება, ვინაიდან საკმაოდ ძვირი სიამოვნება გზები განსაკუთრებით, თუმცა კი ვგეგმოთ და ვანაწილებთ ამ პრიორიტეტებს მაქსიმალურად მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და გვინდა რომ მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ წალენჯიხელებს. ეს გზაც სწორედ ამის დადასტურებაა, როდესაც ჩვენმა გუნდმა, გია ხაჩილავას გუნდმა თავის დროზე გადავწყვიტეთ, რომ გზა გაკეთებულიყო და ქალაღალის მოსახლეობას ქონოდა გზა, სადაც ისინი გადაადგილდებოდნენ ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ყოველი წვიმა იწვევს ხოლმე გზების ჩამოშლას, აგერ რაკაც ვიმყოფებით იმ ადგილზე, სადაც მოგირიკეთდება და ყოველი წვიმის შემდგომ უკვე ძალიან გართულებულია ხოლმე მანქანით გადაადგილება. ამიტომ ყველაფერი ეს მოწესრიგდება ქალაღალში. ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს თავის ადგილებს და არ გაიცალოს სოფლები მოსახლეობისგან. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სამწუხაროდ მიტოვებულ სახლებს, რაც ძალიან სამწუხაროა და სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გვინდა რომ შევქმნათ ნორმალური ინფრასტრუქტურა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გქონდეთ გზა, გქონდეთ წყალი მოსახლეობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ბიუჯეტის, ჩვენი მწირი დაფინანსების შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ წალენჯიხელებს. პროექტი სრულდება 2025 წლის ბოლომდე და როგორც მივდივართ იმ გეგმა გრაფიკის მიუყვებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ დროს უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდევაც ამას პირდებით მოსახლეობას. ამიტომ გვინდა, ასე ვთქვათ, აგერ დღესაც გქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, გამოითქვა აზრი, შევჯერდით, აუხსენით, რომ ამ წლის ბოლომდე პროექტი იქნება დასრულებული და ქალაღალის მოსახლეობას ექნება კარგი თანამედროვე ტიპის გზა, სადაც ისინი დაუბრკოლებლად შეძლებენ გადაადგილებას. ამ გზაზე არის დაკავშირებული ყველაფერი, რაც ცხოვრებას, ყოფას, არსებობას უკავშირდება. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, იმიტომ რომ ქალბატონები, რომლებსაც ტექნიკური წყალიც კი მოაქვთ, ხელით გაუყვალობაში, გაუვალობა უნდა მოიტანონ წყალი. ამიტომ არ ვიცი, არის პოლიტიკური ნება დავიწყეთ გიადან მოყოლებული აი ამ გზის მშენებლობა, ეს უნდა იყოს კაპიტალური, ამან უნდა გაუძლოს დროს და ამან უნდა გაამართლოს ის მოლოდინები, რაც ამ ხალხს ჰქონდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ეხლა პირველი პრობლემა რაც არის, რომ მოვასწროთ ვადებში აი ამ გზის მშენებლობა. თან გაითვალისწინეთ, რომ აქ მოძრაობენ ადამიანები ოკუპირებული გალიდან. ანუ ჩვენ თუ გვინდა დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს, ამ ხალხს უნდა ვაგრძნობინოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მისასვლელ გზებს პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ხარისხიანად ვაკეთებთ. ხახულანი ქალაღალი აკავშირებს ცენტრალური გზა მოიხსენებათ. ნახევარზე მეტი გაკეთებულია, შეფერხება ჰქონდათ ამინდის გამო, ეხლა კეთდება ხიდბოგერი. მე როგორც გამგებელი ვდებ პირობას, რომ ეს გზა გაკეთდება 2025 ბოლომდე, როგორც პროექტშია ჩაწერილი. არანაირი გადავადება, არანაირი სხვა პირობები. მე დავპირდი, ბატონი გია დავპირდა, მის მერე თამარი და ბატონი ვანო ეხლა ვინც ასრულებს მოვალეობას დავპირდნენ, დღესაც აქ იმყოფებიან და მე იმედი მაქვს, რომ ეს დამთავრდება. მე პირობას ვაძლევ ხალხს, რომ 25-ის ბოლომდე იქნება გზა. დაშინელი მდგომარეობა გვაქვს. ეს გუშინდელი არ არის, გუშინწინდელი, 10 წლის უკანდელი, ეგ არის 50 წლის ავარ ქალი და სულ მის დღემში ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ. გზა, წყალი, შუქი, არაფერი. ამ ბოლო დროს კი გაკეთდა ბევრი რაღაცა გაკეთდა, მაგასაც არ დავივიწყებ და
სულ ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ ბოლოს ვიტყვი მადლობას, რომ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაშინ ვიტყვი პასუხს. ველოდებით ახლა დამთავრებას, გზის დამთავრებას და ნახოთ აბა სანამდე როგორ რანაირად. უღმესი მადლობა ყველას, რომ მობზანდით და შეწუხდით ამ ყალახში, ამ ხელა გზაზე. თქვენი იმედი გვაქვს.